საღამო მშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. ერთ წლამდე ბავშვის გამოკვებისა და ჰიგიენური ნივთებისთვის წელიწადში 5,000 ლარამდეა საჭირო. სოციალური მდგომარეობის გაუარესების გამო კი შობადობა კლებულობს. რას პროგნოზირებს გაერო და რა ხელშეწყობა სჭირდებათ ოჯახებს იმისათვის, რომ შვილებზე უარი აღარ თქვან. 15 ლარი ღირს ერთ საკვები. 3 დღე ყოფნის. საშუალოდ რო ვთქვათ 1000 ლარიდან მინიმუმ 700 ლარი სჭირდებათ ბავშვებს. ორ ბავშვს. დიახ. ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისი 12 სახეობის სულგუნი. ველისციხელი მეწარმე მიხეილ მათიაშვილი ყველისჯერ რუსეთის, შემდგომ კი ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს. აღმოჩენა სოფელ გურჯაანში, რომელიც მოწმობს, რომ დასახლება ჯერ კიდევ 3000 წლის წინ იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ სოფელ გურჯაანის ისტორიისათვის. ვენაში მოღვაწე გურჯაანელი მოკრივე ლევან დოლენჯაშვილი ავსტრიაში მცხოვრები მოზარდებისთვის მასტერ კლასებს ჩაატარებს ჩართვა ვენიდან. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. სანამ ახალ ამბებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალდილი 10 საათზე შეგიძლიათ, ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი, გუყურეთ სილქნეზე, მაგთისაცე და მაი ვიდეოზე. გაერო 2050 წლისთვის მოსახლეობის 1,70,000-ით შემცირებას ვარაუდობს, თუ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. შობადობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სოციალური პრობლემებია. 6 თვემდე ჩვილის კვება და საჭირო ჰიგიენური ნივთები თვეში 300-400 ლარი ჯდება. რაც უფრო იზრდება ბავშვი, ხარჯებიც მით უფრო მატოლობს. რა თანხაა საჭირო ოჯახში რამდენიმე შვილის აღსაზრდელად და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მშობლებმა შვილებზე უარი სწორედ სოციალური მდგომარეობის გამო არ თქვან. თემით ეკა თეთრაძე დაინტერესდა. 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობა 3,720,400 ადამიანს შეადგენს. ოფიციალური მონაცემებით ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ციფრი 680,900-ით არის შემცირებული. კიდევ უფრო არასახარბიელოა გაეროს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა შესაძლოა 1,170,000-ით შემცირდეს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების მიხედვით შემცირებულია შობადობის მაჩვენებელიც. 2014 წელს საქართველოში 16,300 ბავშვი დაიბადა, 2015 წელს კი 15,900, ანუ 400-ით ნაკლები. შობადობის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობა ჩვილ ბავშვთა საკვებისა და ჰიგიენური ნივთების მაღალ ფასს ასახელებს, რაც გაუფასურებული ლარის პირობებში კიდევ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა. მშობლების გამოთვლით 6 თვემდე ბავშვის მხოლოდ კვებითა და ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფა ერთ თვეში 300-დან 400 ლარამდე ჯდება. ასაკის მატებასთან ერთად კი ხარჯები კიდევ უფრო იზრდება. 4 თვის ბავშვი მყავს და ძალიან არის გაძვირებული ყველაფერი. თვის განმავლობაში რა თანხა გჭირდებათ? თვის განმავლობაში დათვლილი არ მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სადღაც ესეთი დაახლოებით 400 ლარს არაფერი აღარ დაუგლდება რა. ესე. ბავშვის კვების საშუალებები და პამპერსი და ასე შემდეგ. და ეს თქვენი შემოსავლის რა პროცენტია ეს? ალბათ ლომის წილი. თითქმის მთელი შემოსავალი სჭირდებათ ბავშვებს ჰიგიენის მხრივ, პამპერსები, საპონი, შამპონი, მაზები, რა თქმა უნდა, პამპერსის დამცავი, სახის დატანის დამატენიანებელი, საკმაოდ ძვირი ჯდება რა და ეს ყველაფერი თითქმის ერთი თვე ყოფნის ხოლმე. საშუალოდ რო ვთქვათ 1000 ლარიდან მინიმუმ 700 ლარი სჭირდებათ ბავშვებს. ორ ბავშვს. დიახ. არა, ხო. მათკი. რა თქმა უნდა, ამაში არ შედის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი. ხელოვნური საკვებია ძალიან ძვირი, ვისაც ხელოვნურ საკვებაზე ყავს. ასევე პამპერსი და სხვა ყველაფერი. მოვლის საშუალებები ძვირია ძალიან. საფენები სჭირდება, იქ საჭმელი სჭირდება. თან თუ ხელოვნურადაც კიდე უფრო მეტი უნდა. დღეში ჯერ მარტო 15 ლარი ღირს ერთ საკვები. 3 დღე ყოფნის ის საკვები. თან მესამე არის და კი ვიღებთ 150 ლარს, მაგრამ არ ყოფნის.
და კიდე ივასავშობით ვამატებთ ხოლმე რომ რაღაცა თვიდან თვემდე გავიყვანოთ. თითო ბავშვს უნდა რამის 600 ლარი არც კი ყოფნის თუ კარგად აჯმო ბავშვს არ ეყოფა. გურჯაანში ფიქრობენ რომ ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება თუ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს. მოსახლეობის აზრით მთავრობამ ახალგაზრდა ოჯახები სხვადასხვა სახის პროგრამით უნდა წაახალისოს. მეორე სულს ვეღარ გააჩერეთ, უნდა ძალიან გინდოდეს შვილი. იძულებული ხარ ერთ შვილზე იყო რომ ერთ შვილი ყავდეს მარტო. გაჭირებულ ოჯახებს ვისაც შვილები უნდა და აქვს სრულიად ბევრი შვილი ყავდეს, ფინანსურად დაეხმარნენ, რა ვიცი, სულად საკვებიდან ჰიგიენური საშუალებებით ბავშვის მოვლისთვის. დადიანს საზღვარგარეთ, რავი, აგი პრეზიდენტი რამდენად ასე დაუჭირდა იქ წასულა. იქიდან ცოტა მოუκვნონ ტარებას და ის თანხა გამოჩნდება, რომ დახალისებები გააკეთო. ხელისუფლებამ უნდა წაახალისოს ნამდვილად მეორე მესამე შვილზე გაჩენა, რა მშობიარობა. ხელი უნდა შეუწყოს, რომ გამრავლდეს ერი და უნდა ნაკლებად შემოიტანონ და გაყიდონ ის პროდუქტი, საკვებიც და ბავშვის ჰიგიენური საფენებიც. როგორია 2016 წელს შობადობის მაჩვენებელი, ახალი მონაცემების აქტს ჯერ არ გამოუქვეყნებია. ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისი 12 სახეობის სულგუნი ველისწიხელი მიხეილ მათიაშვილის საკუთარ სახლში გახსნილ საწარმოში ჰასპის სისტემით სულგუნს მაწონსა და ნადუხს ამზადებს. უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქტების შესაქმნელად მანკვების ტექნოლოგიაც შეისწავლა. ახალგაზრდა მეწარმე სამომავლოდ საკუთარი პროდუქტის ჯერ რუსეთში, შემდეგ კი ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავს. რძის პროდუქტების საწარმო ბერეიაშვილმა და დავით პეტრუსაშვილმა მოინახულეს. ეს გახლავთ სულგუნის სახეობის ხოლი, ეს არის სულგუნის თითი. ახლა არის შეფუთვის პროცესი. ველისციხელი მიხეილ მათიაშვილი რძის გადამამუშავებელ კერძო საწარმოში 12 სახეობის სულგუნს აკეთებს. იგი მესამე წელია მშობლების მიერ წამოწყებული საქმიანობით თავადაც დაინტერესდა, კვების ტექნოლოგიაც შეისწავლა და უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქტისთვის საწარმოში ჰასპი, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა დანერგა. მიხეილ მათიაშვილს მეძროხეობის ფერმაც აქვს და წელიწადში დაახლოებით 40 ტონამდე ლიტრ რძეს წველის. საწარმოში სულგუნთან ერთად ნატურალურ მაწონს და ნადუხსაც ამზადებს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. რეალიზაციას რაც შეეხება ეს ხდება თბილისის ბაზრებში, ნაკაც გურჯაანის მაღაზიებშიც, რამდენიმე მაღაზიაში, მაგრამ ძირითადი რაოდენობა თბილისის ბაზრებს მიეწოდება. კილოგრამს რამდენად ყიდით? კილოგრამი, ესე იგი მინიმალური ფასი იწყება 12-დან და მაქსიმალური 22 ლარი. ახალგაზრდა მეწარმე სამომავლოდ ფერმის გაფართოებას გეგმავს და დიდი სურვილი აქვს დაძველებული ევროპაში განთქმული ეგრეთ წოდებული ობიანი ყველი აწარმოოს. ადგილობრივი ჯიშები მყავს და რაღაც მონაწილეობით ისე ძალიან ვერ დავიკვეხი. თითო პროდუქტიულ ფურზე სადღაც 1700-1800 ლიტრი მონაწილე. ეს არის ძალიან მიზერული, თუმცა ვფიქრობ, რომ კულტურული ჯიშის რამდენიმე და პროდუქტიული პირუტყვი შემოვიყვანოს შემდეგი ეტაპისთვის. იდეაში მაქვს ვფიქრობ, უფრო ცოტა სხვა სტილის პროდუქტის წარმოებაზეც გადავიდე. სხვა სტილს ვეძახი იმას, რომ ცოტა დაძველებისკენ წავიდე. ველისციხელი მეწარმის მიერ წარმოებული პროდუქციით უკვე რუსეთის ბაზარიც დაინტერესდა და მოსკოველ ბიზნესმენებთან მოლაპარაკებები აქვს. მისი სამომავლო მიზანი ქართული სულგუნის ევროკავშირში გატანაცაა. სოფელ გურჯაანში 3000 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს. მასში ადამიანის ძვლებთან ერთად თიხის ჭურჭელი და სარდიონის მძივი იყო მოთავსებული. ძეგლთა დაცვის სპეციალისტის ინფორმაციით სამარხი ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ 3000 წლის წინ სოფელ გურჯაანში დასახლება ყოფილა. თამაზ მარკოზაშვილის თქმით, ახლად აღმოჩენილ ნივთებს სპეციალისტები გამოიკვლევენ. დაახლოებით 3000 წლით შეიძლება დათარიღდეს აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ სოფელ გურჯაანის ისტორიისათვის. სოფელ გურჯაანში არქეოლოგიური გათხრები არასდროს არ ჩატარებულა და ამ შემთხვევითი აღმოჩენით ირკვევა, რომ სოფელი ყოფილა დასახლებული, სოფელი გურჯაანი ჯერ კიდევ გვიანი ბრინჯაოს ხანაში, ანუ 3000 წლის წინ დაახლოებით მოსახლეობას უცხოვრია ამ ტერიტორიაზე.
საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების 62%-ს ფინანსურად მშობლები ეხმარებიან. კვლევა ფრიდრიხ ებერტის ფონდმა ჩაატარა. კვლევით გამოიკვეთა, რომ 19-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 64%, ხოლო 25-29 წლის 35% მშობლებზე არის ფინანსურად დამოკიდებული. ამასთანავე ახალგაზრდების 70% მშობლებთან ერთად ცხოვრობს. კვლევა ქვეყნის მასშტაბით 14-დან 29 წლის ასაკის ახალგაზრდებს შორის ჩატარდა და 1200 პირისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუს ჯგუფის დისკუსია გაიმართა. გურჯაანში მარტივი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობაც ამბობს, რომ შვილებს მათი დახმარება სჭირდებათ და ფინანსურად თავად უზრუნველყოფენ. მიზეზად კი სოციალურ პრობლემებსა და უმუშევრობას ასახელებენ. რესპონდენტების ნაწილის თქმით კი პირიქით ფინანსურად შვილები ეხმარებიან. ჩემთვის მე ვარჩენ 25 წლის შვილი მყავს, მე ვარჩენ დიახ. არა აქვს სამუშაო. ყველა მშობელი ეხმარებით შვილებს, აბა ისე როგორ უნდა ისაკნათ. რამდენი წლის შვილები გყავთ? ერთი შვილი მყავს 42-ისა ერთი. მეორე 40. და თქვენ ეხმარებით? ნუ გოგოს მეტნაკლებად. მაინც ვეხმარები რა ორივეს. მე ვეხმარები 4 შვილი იყო 24 წლისა, იმან მე რა უნდა მეხმაროი? იმას სახელმწიფო არ ეხმარება ემაი და მე 4 ბავშვს არ უნდა დახმარება. ჩემი ასაკის ქალი აგეთ თურქეთში ვარ გადაყვეწილი, ჩამოვედი ახლა მივახმარო ხელი, მივდივარ ისე. ჩვენ აბა სად არის სამუშაო? თუ არ დავეხმაროთ შულებს. ჩემ შულებს აღარ სჭირდება დახმარება, თვითონ მუშაობენ. ორი გოგო მყავს, ორივე მაგრები არიან მუშაობენ და თავისთავად თვითონ ინახავენ და ჩვენს გვინახავენ. ჩემი შულები თვითონ მუშაობენ და ჩვენს გვინახავენ. თუ ჩვენ რაიმე შესაძლებლობა გვაქვს, იქით კი დავეხმარებით, მაგრამ უფრო მეტწილად ისინი მეხმარებიან. ჩემ შვილებს ფინანსური დახმარება არ ჭირდება პირიქით. პირიქით ხო იცი რას ნიშნავს? აქეთ ვეხმარებიან როგორც პენსიონერ კაცს. ვენაში მოღვაწე 28 წლის გურჯანელი მოკრივე ლევან დოლენჯაშვილი ავსტრიაში მცხოვრები მოზარდებისთვის კრივში მასტერკლასებს ჩაატარებს. იგი თავად მოგუყვება თუ რა სახის მასტერკლასი იქნება და რა სამომავლო გეგმები აქვს. ლევან, დიდი მადლობა, რომ გვერდთვები და ტელეკომპანია გურჯანის გადაცემაში მონაწილეობ. ვის გაუჩნდა იდეა, რომ ასეთი პროექტი განხორციელებულიყო ავსტრიაში მცხოვრები მოზარდებისთვის და რამდენად დაინტერესებულები არიან მანდ მცხოვრები ახალგაზრდების სპორტით? თუ გაქვს ინფორმაცია, რამდენმა მოზარდმა გამოთქვა სურვილი, რომ ესწროს თქვენს მასტერკლასს. გამარჯობათ, მოგესალმებით სრულიად საქართველოს და რა თქმა უნდა გურჯაანს პირველ რიგში. ხო, სურვილი გამოთქვა საქართველოს სათვისტომომ ვენაში, ქართულმა სათვისტომომ ვენაში. მათ უნდათ რომ ბავშვები მეტად იყვნენ დაკავებული სპორტით. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ბავშვები დადგნენ სპორტის გზაზე, რომ ისწავლონ თავის დაცვა, სწორი ცხოვრება. ანუ სპორტი ყოველთვის კაია ხა ადამიანისთვის, ახალგაზრდისთვის, ბავშვისთვის, ჯანმრთელობა. მოშორდებიან ცოტა ხნით კომპიუტერს, რა თქმა უნდა. რა ვიცი, კვირას იქნება ეს ყველაფერი და იმედი მაქვს გაგრძელდება, რა ვიცი, როგორც მე დრო მექნება, როგორც მათ დრო ექნებათ, როგორ გამოთქვამენ სურვილს და ასე შემდეგ. ხოლო თეორიული სახის იქნება ეს ტრენინგი თუ ილეთებსაც ასწავლით და რა შედეგს ელოდებით ამ აქციის შემდეგ? რა თქმა უნდა, თეორიულადაც ვასწავლი, პრაქტიკულადაც დავილაპარაკებ, აუხსნი, რისთვის არის კარგი, რისთვის როდის შეიძლება ამის გამოყენება, რა თქმა უნდა, მაგას ვასწავლი, ეხლა რო ვასწავლი ხელის გაქნევას, არ უნდა გაარტყან ქუჩაში ვინმეს ან სკოლაში, ხო ხტები? უბრალოდ უნდა იცოდნენ თავიანთვის, თავის დასაცველად, იმიტომ რომ დიდი ქალაქია ვენა, ბევრი ხალხი ცხოვრობს, ბევრი კეთილი, ბევრი ბოროტი, როგორც ყველგან. ну კარგი იქნება რომ იცოდნენ როგორც გოგომ ასევე ბიჭმა ანუ ეს იქნება ეს გაკვეთილი ჩატარდება არა მარტო ბიჭებისთვის არამედ გოგოებისთვისაც რაც შეეხება თქვენ სამომავლო გეგმებს როგორც ვიცი აქტიურად ვარჯიშობთ და რაიმე შეჯიბრისთვის ხომ არ ემზადებით სამომავლო გეგმები ძალიან ბევრია და კარგი რა თქმა უნდა უკვე მსოფლიო რეიტინგში ვარ 72 ადგილზე 9 ბრძოლა მაქვს ჩატარებული პროფესიონალურ რინგზე ეს უკვე კაის ნიშანია კარგად ვარ მაღლა აწეული ველოდები რამე სერიოზულ შემოთავაზებას უკვე და იმედია ამ წლის ბოლომდე რამე იქნება. ლევან, რა სახის შემოთავაზებას ელოდები და რა წარმატებას მოგიტანთ თქვენი ვარაუდით? სიმართლე გითხრათ, ველოდები კამარზე იყოს რამე ჩხუბი უკვე. ანუ ორთაბრძოლა როგორც ესეთი. ყველა სპორტსმენს უნდა რომ თავის შრომა რამეთი დაფასდეს, რამეს მიაღწიოს. აი, იგივე მინდა თქვა ხა, რამდენი ბავშვი ვარჯიშობს საქართველოში, კერძოდ გურჯაანში, ხო? მაგათ ჭირდებათ გვერდზე დგომა, დაფასება, წახალისება. რომ მალევე თავი არ დაანებონ. აი, შეიძლება ივარჯიშოს 100 ბავშვმა,
16 წლამდე, 15 წლამდე მე ყველა არა, მაგრამ 90% ანებებს თავს. როგორც აღნიშნეთ, ახალგაზრდები მართლაც აქტიურად იწყებენ ვარჯიშს დაახლოებით 8 წლის ასაკიდან და შემდგომ მე-11 კლასიდან უკვე თავს ანებებენ, ხშირად იმ მიზეზითაც, რომ ეროვნული გამოცდებისთვის იწყებენ მზადებას და დრო აღარ რჩებათ სპორტისთვის. თქვენი შეფასებით კიდევ რა პრობლემები უშლით მათ ხელს? პრობლემა იმაშია, რომ მომავალს ვერ ხედავენ, გესმის, მაგათ გონია დროს უბრალოდ კარგავენ მაგ ყველაფერში. ანუ წახალისება არ აქვს, გვერდზე დგომა არ აქვს, დაფასება არ აქვს, რაც ყველაზე ცუდია. რა თქმა უნდა, რო დაფიქრდებიან, მიხვდებიან, რომ ჯობდა ბოლომდე გაყოლოდა, ხო, ყველაფერს თავი დაანებოს, ჯამთელად იქნებიან, კარგად იქნებიან, სპორტულად იქნებიან. მაგრამ მაგას აქში, ხო, 16-17 წლის ასაკში მაგას ვერ ფიქრობ. მე მოხარული ვიქნები, რომ მათ ისწავლონ კიდეც და სპორტსაც გახდნენ. როგორც ესეთი სპორტს რომ გაყვედა, ის სპორტში დაიმკვიდრო ადგილი, გჭირდება ხელშეწყობა, დაფასება, წახალისება. ანუ მთავრობა უნდა დაუდგეს მეტად გვერდზე სპორტსმენებს, მე თუ მკითხავთ. რა პირობები არ აქვს სპორტსმენს საქართველოში და რა ხელშეწყობა ავსტრიაში, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის? შედარება ძალიან მძიმე და მტკივნეულია. მოდი არ ვიტყვი ავსტრიაში როგორ არის, ვილაპარაკოთ საქართველოში რა ხდება. ელემენტარული უნდა ქონდეს ფოქსის ხელთათმანები, კრუშები, აბანო, ვიტამინები. ეს ყველაფერი ძვირი არის თავრობისთვის. სპორტსმენმა რომ ივარჯიშოს, მას ორგანიზმი გადაეღლება, კარგი კვება უნდა, ვიტამინი უნდა. და ბოლოს რომ შევაჯამოთ, რას ურჩევთ სპორტით დაკავებულ ახალგაზრდებს? მე ახალგაზრდებს ურჩევ ივარჯიშონ, გული არ გაიტეხონ, ბოლომდე მიყვნენ. ესმის რა თქმა უნდა ისწავლონ. გამოცდების ჩააბარონ, მაგას არაფერი ჯობია, განათლებული როცა იქნება ადამიანი. მაგრამ სპორტის კარგია, ანუ მიყვნენ, შეძლონ ორივე, მთავარი მონდომებაა, თორე ყველაფერს შეძლებენ. დიდი მადლობა. ავსტრიიდან გვერდთვებოდა გურჯანელი მოკრივე ლევან დოლენჯაშვილი. კი რამდენიმე წელია ვენაში ვარჯიშობს და წარმატებული მოკრივეა. თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეთში სამედიცინო ამბულატორია აშენდება. მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება. სამედიცინო დაწესებულება ხოდაშნის, ბუშეთის, ვანთისა და აკურის მოსახლეობას მოემსახურება. როგორც თემის საკრებულოში ამბობენ, ამბულატორიის მშენებლობის პროექტს თურქული არასამთავრობო ორგანიზაცია ტიკა შეადგენს და 170,000 ლარი დააფინანსებს. დავა მიწის ნაკვეთის გამო გავაში მცხოვრები რობიზონ კოტაშვილის ინფორმაციით მამაპაპეული ნაკვეთის დარეგისტრირება სცადა და აღმოაჩინა, რომ მიწა მის ნათესავს ქეთევან კოტაშვილს უკვე გადაფორმებული ჰქონდა. მან სასამართლოს მიმართა, რათა გაერკვია, როგორ შესძლო მისმა ახლობელმა კუთვნილი ნაკვეთის დაკანონება. იგი ქეთევან კოტაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებს. თავად ქეთევან კოტაშვილი კი მის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ 80 კვადრატული მეტრი უკვე მის საკუთრებაშია და შესაბამისი საბუთებიც აქვს. საქმე სექტემბრიდან სასამართლო განიხილავს. რობიზონ კოტაშვილი მოითხოვს, რომ მოსამართლემ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება. სათანადო ორგანოებმა უნდა დაადგინონ და გამოიკოლიონ, რატო მეუბნებიან უარს ოფიციალურ საბუთებზე, ოფიციალურ მიწაზე, მამაპაპეულზე, გინდა მოწმეები და კითხონ, გინდა მეზობლები, გინდა ადგილზე ჩამოვიდნენ და ნახონ. ვის ეკუთვნის, იმას ეკუთვნის თუ მე? ყველანაირი საბუთი გამაჩნია, ყველანაირი ზომები მაქვს მიღებული, რომ დავიბრუნოთ ჩემი მიწის ნაკვეთი, მაგრამ ვერ ვიბრუნებ. ხო სასამართლო რას მეტყვის, მაგას ველოდი. გამგეობიდან, პოლიციიდან, სულ ყველა მოყვანილი მყავდა. ადგილზე მოვიყვანე კომისია და ადგილზე დავადგინეთ ყველაფერი. მაქვს ყველაფერი არის საბუთები. და ეს ჩემი საკატასტრო კოდია. თავისი კი არ შეიტანა თუ რაღაცა დარღვევა აქვს. ჩემ საკატასტრო კოდზია. სინამდვილეში რომ მემკვიდრეობით მეკუთვნის მე. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. შვედეთის სამეფოში ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით საკანონმდებლო ორგანოს რიგსტაგს ესტუმრა. შვედეთის პარლამენტში ქართულ მხარეს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ალან ვადმანმა უმასპინძლა. შვედეთში როგორც თავდაცვის უწყების ფარგლებში ისე პარლამენტში პოლიტიკურ დონეზე ჩვენ აქტიურად საუბრობდით იმ შესაძლებლობაზე, რომ საქართველოს კონდეს მეტი თანამონაწილეობის უნარი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის არსებული თავდაცვის თანამშრომლობის ფორმატში აქტიური მონაწილეობისთვის. ეს საკითხი განიხილება და ამ საკითხს აქვს
პერსპექტივა, რომ თავს კონდიციონტი მივიდეს და დადებითი შედეგით გადაწყდეს. ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი შეხვედრა გქონდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გამტკიცების მიზნით გატარებული ღონისძიებები. ჩვენი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივასთან თანამშრომლობს, უნდა აღვნიშნოს შვედეთის სამეფოს პარლამენტის სახელით, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ თქვენს ქვეყანას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ. დღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო მომსახურების დაძმობილების პროექტის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება შეჯამება მოხდა. პროექტის მიზანი იყო ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხარდაჭერა. ორწლიანი პროექტი, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებას და მაქსიმალურად ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. ვფიქრობ, რომ პროექტმა ჩაიარა ძალიან წარმატებით. თითოეული თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობდა პროექტში, უშუალოდ იყო ჩართული პირდაპირ პროექტის განმავლობაში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით. მე მოხარული ვარ, რომ პროექტმა მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღო სახელმწიფოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა და ფონდმა ღია საზოგადოება საქართველოში ბოლონიის პროცესის 10 წელიწადი შეაფასა. პროცესში გაწევრიანებიდან 12 წლის განმავლობაში განათლების სისტემაში საკანონმდებლო დონეზე დაინერგა კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემა და შეიქმნა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც უნივერსიტეტის აკრედიტაცია ავტორიზაციაზე აგებს პასუხს. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამ მართლაც გაკეთდა. კანონმდებლობა დღეს მოწესრიგებულია, საერთო ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და უზრუნველყოფს ჩვენ ჩართულობას ევროპულ სისტემაში. ამავე დროს, როგორც ნაშრომი აჩვენებს, ბევრი რამ ფორმალურად ხდება. ჯერ კიდევ არ არის სათანადოს დონეზე უზრუნველყოფილი ხარისხი სწავლებისა, არ არის კარგად შეფასებული კონტენტი, სასწავლო კურიკულუმების. ამით შესაბამისად, ბევრი რამ თავად უნივერსიტეტებს, ასევე სამინისტროს გასაკეთებელი აქვს, ასევე მნიშვნელოვანი შრომა წინ აქვს კიდევ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელსაც ერთი მხრივ მეტი დამოუკიდებლობა სჭირდება, მეორე მხრივ კი სწორედ ხარისხის უზრუნველყოფაზე უფრო თანმიმდევრული ზრუნვა. მოხდა კვლევისა და სწავლების ინტეგრაცია დოქტორანტურის საფეხურის დანერგვის თვალსაზრისით, თუმცა ვლინდება კონკრეტული პრობლემები, რაც პირველ რიგში ეხება სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას. მიუხედავად იმისა, რომ აკრედიტაცია ხორციელდება, ფრაგმენტულად ხორციელდება გარე და შიდა შეფასება ხარისხის თვალსაზრისით, მაინც დასახვეწი არის მექანიზმები, სტანდარტები, კრიტერიუმები, როგორც აკრედიტაციის თვალსაზრისით, ასევე შიდა უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული შიდა შეფასების კუთხითაც. ამ ეტაპზე სამწუხაროდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კვლევის რესპონდენტები, მათ შორის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები და კურსდამთავრებულები ვერ აკავშირებენ ბოლონიის პროცესის შედეგებს სწავლების და კვლევისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. ერთიანი ევროპული სისტემის წევრობა ჩვენ ძალიან გვეხმარება, რომ კონდეს უფრო ხარისხიანი უმაღლესი განათლება, ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები იყოს თავსებადი საუკეთესო ევროპული უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებთან, რაც ხელს უწყობს ჩვენი დიპლომების აღიარებას და ასევე ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის მიმართ სანდოობის ზრდას. ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო ჩარჩო არის მაქსიმალურად დაახლოებული ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ძირითად პრიორიტეტებთან. ჩინეგან საქმეთა სამინისტროს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ორი მამაკაცი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით თბილისში დააგავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი მათგანი შეპესე კაპიტალ გრუპის კუთვნილი მიკროავტობუსის მოიჯარე მძღოლს თბილისში ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე მუშაობის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სისტემატურად სწავლავდა. ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 იანვარს მათ სარგებლის მიღებისა და დაზარალებულზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით თბილისში გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ეგრეწოდებული ქურდული გარჩევა მოაწყეს. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დავაკავეს. დავადგინეთ, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მიკროავტობუსის მოიჯარე მძღოლს თბილისში ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე მუშაობის სანაცვლოდ სისტემატურად უკანონო გარკვეულ თანხას ზალავდა. მიმდინარე წლის იანვარში მოიჯარე მძღოლმა მას თანხის მიცემა შეუწყვეტა.
ბრალდებულებმა სარგებლის მიღებისა და დაზარალებულზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით თბილისში დანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევა მოაწყვეს. Skype-ის მეშვეობით დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდს, რომელმაც ეგრეთ წოდებული ქურდული კანონების თანახმად გადაწყვიტა, რომ დაზარალებულ მძღოლს კვლავ უნდა ეხადა გარკვეული თანხა. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. ჰილარი კლინტონი 2020 წლისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პრეზიდენტის სავარძლისათვის ბრძოლას. კლინტონი უკვე ახლა სატელევიზიო შოუს საშუალებით აპირებს. ამის შესახებ Daily Mail იტყობინება. ჰილარი კლინტონთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემას აცნობა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ლიბერალური გადაცემის წამყვანობას აპირებს. 2020 წელს მას 73 წელი უსრულდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ წვეულებაზე კლინტონმა ხმამაღლა განაცხადა: მე დაუბრუნდები. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც სტუდენტებთან ერთად იმღერა. სიმღერა 14 წუთის საბჭოთა კომპოზიტორმა ოსკარ ფელცმანმა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაწერა და ის იური გაგარინს მიუძღვნა. პრეზიდენტმა პუტინმა ახალგაზრდებს საბჭოთა სიმღერის ტექსტიც შეახსენა. ახლა კი საინტერესო ამბები. ჩინეთში ნანკაის უნივერსიტეტის კვლევარებმა 2 წელი იმუშავეს, რომ საზოგადოებისთვის მორიგი ინოვაცია, ტვინით მართვადი ავტომობილი წარედგინათ. მათ მიერ შექმნილი დახვეწილი მოწყობილობა, რომელსაც ტვინის სიგნალების წაკითხვა შეუძლია, წყალს საშუალებას აძლევს მანქანა ამოძრაოს წინ, უკან გაჩერდეს, მოუხვიოს და ეს ყველაფერი ხელების დახმარების გარეშე. ინოვაციური მოწყობილობა ხელების დახმარების გარეშე გააკეთოს. ინოვაციური მოწყობილობა აერთიანებს 16 სენსორს, რომელიც ელექტროენცეფალოგრამის სიგნალს იღებს მძღოლის ტვინიდან. სპეციალური კომპიუტერული პროგრამა კი ირჩევს სასურველ ბრძანებას და თარგმნის მას, რის შემდეგაც მანქანა შესაბამისად კონტროლდება. ჯეი ლავერი 26 წლის მანძილზე ცხოვრობდა და მუშაობდა ნიუ-იორკის აეროპორტში, ასევე ის იყო კომედიანტი და თარჯიმანი. მიიღო ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში, მაგრამ 25 წლის წინ მამაკაცი თავის მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, იყიდა ფერმა და სოფლის ცხოვრებით ტკბება. მან სოციალურ ქსელში დადო ვიდეო, სადაც ფერმის დალაგებისას თხებისთვის იცეკვა. დაახლოებით 2 კვირაში ჯეი ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. ახლა დღის სხვა ამბები. აეროსმითის კონცერტი 2017 წლის 20 მაისს ბლექსი არენაზე პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. აეროსმითი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწევა. კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა თებერვლიდან დაიწყება და სავარაუდოდ 70-დან 400 ლარამდე ეყირება. საქართველოს გარდა აეროსმითი კონცერტებს ისრაელში, რუსეთში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქალაქებში გამართავს. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში Euro 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის მეორე შეხვედრაში შოტლანდიას 11-0 ძლია. პირველი ტაიმი არჩილ სეფისკვერაძის ბენეფიციასად იქცა, რომელმაც მეტოქეს მიყოლებით 4 გოლი გააუტანა. 27 იანვარს კი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. სწორედ ამ შეხვედრაში გაერკვა ჯგუფიდან გასული გუნდის ვინაობა. ახლა ტელეკომპანია გურჯაანიდან გაიგეთ თუ როგორი ამიდგელით ხვალ. იანვრის ახალი ამბები მე ნინო სამნიაშვილმა გაგაცანი და გემშვიდობებით ორშაბათამდე შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალ დილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com-ზე Facebook-ის გვერდზე. მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი გვეყურეთ სეირთნეტზე, მაგთისაცე და მაი ვიდეოზე. ნახვამდის წარმატებულ შაბათ-კვირას გისურვებთ.